საღამოშვიდობისა კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, ვინც ახლა მომართა რადიო მიმღები ტალღაზ FM 104 და 3. გეტყვით რომ შემოვიჭერი ეთერში უკვე არა მარტო, როგორც უკვე დავაანონსე, მყავს ორი ადამიანი, სტუმარი, რომლებიც თავად წარადგენენ თავს თავის დროზე, მაგრამ მანამდე მეწარვადგენ მათ. ძალიან საინტერესო ადამიანები მყავს სტუმრად და ეს ყველაფერი დაკავშირებული ჩვენს კონკურსთან, პოზიტიური გოგონა 2013. და ჩვენი სტუმრები გახლავთ ჟიურის წევრები, რომლებიც ხვალ შეაფასებენ ჩვენს გოგონებს, გარდა იმისა, რომ ხდებოდა შეფასება Facebook-ის საშუალებით და მოწონების საშუალებით, ჟიურის წევრებიც შეაფასებენ ჩვენს გოგონებს. ეს ორი ადამიანი გახლავთ მარიამ ჩიტიაშვილი და ფოტოგრაფთა კავშირის ხელმძღვანელი კახა ფხაკაძე. საღამომშვიდობისა. მოგესალმებით. მოგესალმებით. კარგად და პოზიტიურად უნდა იყოთ. პირველ რიგში მოგილოცავთ 2014 წელს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ პირადში და საქმიანობაში, რაც მთავარია. მოდი აქვე პატარა ანონს გავაკეთებ ჩვენს კონკურსთან დაკავშირებით, მათთვის ვინცაც ჯერ არ სმენია თუ რა ხდება ჩვენს თავს. წლის პოზიტიური გოგონას გამოსავლენად და აღმოსაჩენად ფოტოგრაფთა ასოციაციის მხარდაჭერით რადიო პოზიტივი 2014 წლის 11 იანვარს ფოტო კონკურს პოზიტიური გოგონა 2013-ის დაჯილდოებას მართავს. კონკურსი ერთი თვის განმავლობაში Facebook-ზე რადიო პოზიტივის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა და მასში 23 კონკურსანტმა და 7 ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსის გამარჯვებულთათვის ერთი მთავარი და 3 დამატებითი ნომინაცია, ხალხის რჩეული, პოზიტიური ღიმილი და არაორდინალური გოგონა. გამარჯვებული ფოტოგრაფისტვისაც ასევე დაწესებულია სპეციალური პრიზი. კონკურსის გენერალური სპონსორი გახლავთ კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია PC Shop G, რომელიც აჯილდოებს 2 ნომინანტს, ხალხის რჩეულ გოგონას გადაეცემა ლეპტოპი, ხოლო მის ფოტოგრაფს Samsung-ის მობილური ტელეფონი. მონაწილეობს სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებიც გადაეცემათ სპონსორებისგან, ესენი გახლავთ ესთეტიკის ცენტრი ლოტუსი, სილამაზის სალონი მელანჟი, კომპანია ბაგრატიონი, ღვინის კომპანია ბესინი, რძის მწარმოებელი კომპანია ეკოფუდი და ფოტო ლაივ სტუდიო. რაც შეეხება ღონისძიებას, ღონისძიება გაიმართება ხვალ საღამოს 7 საათზე, მასპინძელი კი გახლავთ შარდენის 4 ნომერში მდებარე ჰუკა ლაუნჯი. მოკლედ აი ესეთი ამბავი არის ჩვენს თავს. მარიამ, შენ როგორ მოხვდი ამ საქმეში ერთი შენეგვით ხარი? პირველ რიგში მივესალმებით ჩვენ რადიო მსმენელს. ეს ყველაფერი დაიწყო ფოტოლაიფით. ერთ შვენიერ დღეს ჩემს მეგობარს, რომელიც სწავლობდა ფოტოლაიფ სტუდიაში ფოტოგრაფიას, გავყევი ერთ-ერთ გადაღებაზე და ფოტოგრაფმა კახა ფხაკაძემ რამოდენიმე ფოტო გადამიღა და აღმოჩნდა, რომ ეს რამოდენიმე ფოტო ძალიან კარგი გამოდგა და ამის შემდეგ ფოტოლაიფ სტუდიო ჩემი სახლი გახდა, იმიტომ რომ მათთან დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობ. ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას გადაღებით, ზოგადად ძალიან მაგარი ფოტოები გამოდის და ერთი რაღაც ჩვეულებრივი დღე ჩემთვის ძალიან იღბლიანი გამოჩნდა, იმიტომ რომ ამის შემდეგ ძალიან დიდი პროექტები დაიწყო ჩემ ცხოვრებაში. წარმატებული და აქტიური გოგონა ხარ, მე როგორც ვიცი და აქვე მოდი ჩვენს მსმენელს გავუმხელ, ვინ არის მარიამ ჩიტიაშვილი. მარიამ ჩიტიაშვილი გარდა იმისა, რომ თავად ამბობს, ვინც არის, გახლავთ ის გოგონა, ის მშვენიერი გოგონა, რომელიც ჩვენი კონკურსის მთავარ ფოტოს ამშვენებდა. პოზიტიური გოგონას მთავარ ფოტოს. სწორედ ეს ადამიანი გახლავთ ერთ-ერთი ჟიურის წევრი, რომელიც ხვალ თავის საქმეს გააკეთებს ხუთიანზე, როგორც აკეთებს ხოლმე ყოველთვის. ძალიან მიხარია. ზოგადად ბევრ გადაღებას დავესწარი კახასთან და კახას ბევრ მასტერკლასაც მოусმინე და მინდოდა თუ არ მინდოდა ძალაუნებრივად რაღაც ფოტოგრაფიის შესახებ მე თვითონაც ხომ არ დაინტერესდა. ძალიან დავინტერესდი და ძალიან მაინტერესდა. ადვილად გამოვავლენთ ალბათ ყველაზე საუკეთესო გოგოს, რომელსაც იქნება ყველაზე პოზიტიური ღიმილი. ჯერ ალბათ რჩეული არ ყავს და იქ ნახავ ყველაფერს ლაივში. არა, ყველაფერს ნახავ და გადაწყდება ყველაფერი. კარგი, ეს სიახლე არის ჩვენი კონკურსანტებისთვისაც შესაბამისად, რომ გარდა იმისა, რომ მოწონებით ხდებოდა არჩევა მთავარი გამარჯვებულის და არა მარტო მთავარი გამარჯვებულის, ამჯერად უკვე ამ საქმეში კომპეტენტური ჟიური ჩაერთვება და ერთ-ერთი ჩვენი ჟიურის წევრი გახლავთ ასევე ბატონი კახა ფხაკაძე. კახა, რა ხდება? როგორ მიმდინარეობს ფოტოკონკურსი და თქვენ როგორ თვლით? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მინდა თქვენს და თქვენს მსმენელსაც მიულოცო ახალი წელი, მიულოცო შობა, ყველა დღესასწაული და რაც შეეხება ჩვენს მიმდინარე კონკურსს, კონკურსი წარმატებულად მიმდინარეობდა, თქვენც ამის მოსწრებით ბრძანდებით და მივედით ფინალთან როგორც იქნა და კი, მივედით, იმიტომ რომ ძალიან დიდი უნებათაღელვა იყო. მე ძალიან ყურადღებით და გულისხმობით ვაკვირდებოდი კონკურსის მიმდინარეობას. ყველა გოგონა ძალიან მონდომებული იყო, ძალიან
დიდი შემართებით ცდილობდნენ თავიანთი აუდიტორიის მოზიდვას, ხარდამჭერების მოზიდვას და ხვალ უკვე ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ საბოლოოდ ამ დიდი შრომის შედეგები გავაანალიზოთ და საბოლოოდ უკვე შევაჯამოთ და რაღაც გარკვეული შედეგი დავდოთ. მე მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ეს კონკურსანტებმა არ იციან, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ კონკურსის უკან ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, რომელიც გასწია რადიო პოზიტივმა და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ. წარმოიდგინეთ 7 ფოტოგრაფი მონაწილეობდა 23 კონკურსანტი და ამათი ფოტოსესიები, მე ამათი ფოტოსესიების დამუშავება, თქვენ ყავდათ სტუმრები ფოტოგრაფები, ისინიც ზუსტად იგივეს ყვებოდნენ და მეც გიდასტურებთ, რომ მართლა რთული პროცესია გადაიღო ფოტოები და შემდეგ მოდელთან ერთად ამოარჩიო ის, რომელიც მასაც მოწონს და შენც თვლი როგორც ფოტოგრაფი. შენ შემთხვევაში არ ემთხვევა აზრები და ასე შემდეგ. არის მომენტები, ნამდვილად ამის გარეშე წარხდება. ყველაფერი ეს ამოარჩიო, მე მოაქციო ერთ ფორმატში და შემდეგ უკვე ეს ფოტოები აიტვირთოს და შემდეგ უკვე მხარდამჭერები შეესიონ, ასე ვთქვათ, ამ ფოტოებს. ნამდვილად შეესიონ მხარდამჭერები, მეგონი. ნამდვილად დიდი შრომა იყო ამის უკან ჩადებული, რასაც კონკურსანტები ვერ ხედავდნენ და მე ნამდვილად მიამაყება, რომ რადიო პოზიტივთან ერთად საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ ეს მშვენიერი კონკურსი გააკეთა, კარგი мотиваცია იყო ახალგაზრდებისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მომავალშიც ასეთ და უფრო საინტერესო კონკურსებსაც ყოველთვის შევთავაზებთ ჩვენს ახალგაზრდებს. აუცილებლად ჩვენც იმედი გვაქვს და მსმენელებსაც, ჩვენს მსმენელ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ხშირად გვეკონტაქტებიან და გვეუბნებიან კიდევ თუ იქნება მსგავსი პროექტები, რომ კიდევ თვითონაც ჩაერთონ, აუცილებლად იქნება, აუცილებლად ვითანამშრომლებთ და ამასაც და საინტერესო უფრო ბევრ პროექტსაც გავაკეთებთ ერთად იმედი მაქვს. ხვალად ძალიან საინტერესო დღეა, იმიტომ რომ თქვენც აღნიშნეთ, რომ გარდა იმ სისტემისა, რომელიც მოფიქრებული იყო თავიდან, დაემატა კიდევ ახალი სისტემა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ წესებში რაიმე ცვლილება შევიდა, არა, იმიტომ რომ ეს არის უფრო რეალიტი შოუს პრინციპით, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება შეიცვალოს რაღაც, შეიძლება რა თქმა უნდა უკეთესობისკენ შეიცვალოს რაღაც. ყველაფერს ამისთვის ვზრუნავთ. მე დარწმუნებთ, რომ ხვალ ნამდვილად იქნება ისეთი საინტერესო ღონისძიება და ჩვენ ნამდვილად შევეცდებით, რომ რა თქმა უნდა ეს არის სუბიექტური. რა თქმა უნდა, ადამიანი აფასებს რაღაცას, ხო? რა თქმა უნდა ეს არის სუბიექტური. მაგრამ მე ვთვლი, რომ ჟიური დაკომპლექტებულია მართლაც საინტერესო ადამიანებით, მართლაც ამ სფეროსთან შემხებლობაში მყოფი ადამიანებით, იგივე ახლა რა ვიღოთ მარიამს აქვს ძალიან დიდი, თვითონაც აღნიშნა, ძალიან დიდი გამოცდილება სწორედ აი ამ ფოტოგრაფიულ სამყაროსთან, სტუდიურ გადაღებებთან, ზოგადად პოზირებასთან, ზოგადად ფოტოგრაფთან მუშაობის სპეციფიკასთან ძალიან კარგი გამოცდილება და მდიდარი გამოცდილება. მე ხას გავუსვავ, რომ ჩვენ საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია ძალიან ხშირად, თითქმის სისტემატურად მართავთ სასწავლო მასტერკლასებს, მართავთ საჩვენებელ სტუდიურ და გარე გადაღებებს და ასეთი გადაღებების დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეყრდნობით ყოველთვის გამოცდილ მოდელებს და ვეყრდნობით, ანუ ხშირად გვაქვს ურთიერთობა ისეთ მოდელებთან, რომლებიც ჩვენს აი ამ სასწავლო მასტერკლასებში თუ საჩვენებელ ფოტოგადაღებებში ნამდვილად წარმოსახავენ იმ პოზიციას და შექმნიან ნამდვილად იმ სახეს, აი რასაც ქვია ფოტოსახის შექმნა, რომელიც ამა თუ იმ დაუშვათ მიზნობრივ კადრს სჭირდება და ამ საქმეში ახლა მე ვისთანაც შეხება მქონია, შეიძლება თავისუფლად თქვა, რომ მარიამი არის შესანიშნავი მოდელი ამ მხრივ, იმიტომ რომ ის ძალიან კარგად ერკვევა ფსიქოლოგიაში, ერკვევა ძალიან კარგად რა როგორ უნდა გაკეთდეს და მან ეს ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, აი ამ ფოტოებსაც ხო მის თვალს არ გამოეპარება, რა თქმა უნდა. ეს რატომ იყო ახლა მაგასაც გეტყვით, აგიხსნით რატომ იყო ესეთი კომპლექტაცია, იმიტომ რომ ძალიან კარგია, როდესაც ჟიურიში არის არა მხოლოდ ერთი მიმართულების წარმომადგენლები. არამედ არის დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე დავუშვათ ხო უფრო უყურებ ფოტოგრაფის თვალით დავუშვათ, რამდენად არის გამართული ტექნიკურად, იმიტომ რომ ჩვენ ხო მარტო გოგონას არ ვირჩევთ, ჩვენ ასევე იქ არის, როგორც ვიცი მე, ნომინაცია საუკეთესო ფოტოგრაფი. ანუ აი ამ ავტორი ამ ფოტოს როგორ იმუშავა ფოტოგრაფა, ესეც უნდა დავაფასოთ. მე მინდა აღნიშნო, რომ ყველა ფოტო ძალიან კარგად არის შესრულებული. ყველა ფოტო ნამდვილად გადაღების პროცესში ჩვენ
ჩვენი ხელში გაიარა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ პროექტში იყო ეს და რა თქმა უნდა ჩვენ გარეშე ეს ამბავი არ გამოვიდოდა, ანუ ჩვენ ხედავდით როგორ ხდებოდა, რა კეთდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ ხო, აი ფოტოგრაფის თვალით დანახული ცოტა სხვანაირია და უშუალოდ მოდელის თვალის დანახულიც რო ყოფილიყო, ესე ძალიან კარგი იქნებოდა, სწორედ მარიამი ზუსტად რაღაცა. რადიო რომ არ იყოს, ჩემ გაწითლებულ სახესაც ნახავდი და უცილებლად. მეორე კომპლიმენტი. რომ ნამდვილად კომპეტენტური ადამიანები, მაგრამ მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის კომპეტენტური ადამიანები დაკომპლექტებული. ჟიური მაინც შეფასება არის სუბიექტური, იმიტომ რომ ადამიანები აფასებენ და არა რობოტი. ყოველთვის ერთი აზრი ყველასვე იქნება და აუცილებლად იქნება ადამიანური კომპონენტი, თვითონ ჟიურის სახით ადამიანური კომპონენტი, როდესაც რაღაცას აფასებს, ხო? რა თქმა უნდა, აქ რაღაც სუბიექტური არის ელემენტი, მაგრამ ამის გარეშეც არაფრით არ შეიძლება და ამის გარეშეც არანაირი ინტერესი, არანაირი კონკურსი არ არის და კიდევ ერთი მინდა დავამატო აი ჩვენი კონკურსანტების საყურებლებს მინდა დავამატო. ზოგადად ყველა კონკურსს, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს, გამოუგონია ტარდება და მომავალში ჩატარდება. აქ ერთი პატარა მინუსი. ყველა ვერ იმარჯვებს ერთდროულად. თავისთავად ცხადია, კონკურსი ამისია. ამიტომ ამას არ უნდა შეხედონ თითქოს ისე რომ ნეგატიურად. ხო, მათ რაღაც დააკლეს. არა, ეს არის უბრალოდ კარგი მხიარული ტიპის, გართობის ტიპის ესეთი თქვათ ივენთი, ღონისძიება, სადაც რა თქმა უნდა იქნება გამარჯვებულები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წაგებულებიც იქნებიან. ფორმალურად წაგებულები იქნებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს მეგობრობა და ის ხალისი და ის განწყობა, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო დაგროვილი ამ კონკურსის დროს და ხვალ იქნება ამ ღონისძიების ისეთი ლამაზი მართლაც მივიცი უკვე. კი, სცენარს დაახლოებით ვიცნობ და მართლაც ისეთი ლამაზი სანახაობა გველის ხვალ. მარიამ, შენ როგორ უყურებ ამ ასეთი სახის კონკურსებს? თავად თუ მიგიღია საერთოდ ფოტო კონკურსში ან მსგავსი ტიპის კონკურსში მონაწილეობა? კი, მე მიღია მსგავს კონკურსში მონაწილეობა, ეს იყო მის ანა გავხდი. წელიწადის ყველა თვე, ანუ მის შემოდგომა გავხდი და შემდეგ წელიწადის ყველა თვე გავხდი. ესეც ფოტოლაიფთან თანამშრომლობის შედეგია, მათ ესე შემომთავაზეს ამ კონკურსში მონაწილეობა და გავიმარჯვე. 31-ში მახსოვს, რომ ეს სიურპრიზი დამხდა. ძალიან მივესალმებ ესეთი ტიპის კონკურსებს, აი ზოგადად მოდელისთვის რამდენი რამის მომცემია საერთოდ რამის ღებულობთ ამ კონკურსში და გარდა იმისა, რომ გაიმარჯვეთ, ხო? აი როგორც ბატონმა კახამ აღნიშნა, კონკურსში მონაწილეობა მარტო გამარჯვება არ არის, ბევრ გოგონას კონკრეტულად ჩვენს კონკურსთან დაკავშირებით საერთოდ არ ქონია შეხება ამ სფეროსთან და გარკვეული ინტერესი გამოიწვია ფოტოგრაფებში, გარკვეული ცოდნაც დაუგროვდათ. ზოგი გაინტერესდა კიდევაც ამ საქმიანობაში. მოდი სანამ მარიამი ახლა რაღაცას იტყვის, მე გაგიმხელთ, რომ მარიამი არის ძალიან მორიდებული ადამიანი და ის არაფრით არ ამხელს, რომ მას არა მარტო ფოტოგრაფიული გამოცდილება აქვს და ფოტოგრაფთან როგორც მოდელად მუშაობის გამოცდილება აქვს. მარიამი ძალიან წარმატებით მონაწილეობდა კიდევ სერიალის გადაღებებში და იქ კასტინგი გაიარა და მარიამ ამას გვიმალავდი? მარიამ, რატომ არა? რომელი სერიალის აქვე გაგვიმხილებს? ესეთი დეტექტივები იყო, ესეთი სერიალი ყოველთვის მეორე სეზონში მაშინ მონაწილეობდა. ესე ფილმშიც მიმიღია მონაწილეობა, კატალოგისთვისაც გადამიღია, ანუ რეკლამები, უამრავი რეკლამები, ანუ ძალიან ბევრია ჩამოსაწევად. ნამდვილად კომპეტენტური ჟიური გეყოლება კონკურსანტებო, ხვალ დარწმუნებული. და მივესალმებ ესეთი ტიპის კონკურსებს, იმიტომ რომ ერთი არის ის, რომ პოპულარულები გახდებიან, რეალიზებას მოახდენენ, ასევე ისწავლიან ბევრ რამეს გადაღების პროცესში და კიდევ ერთი რამეს არის, რომ თავში იქნებიან მეტად დარწმუნებულები. და ამის შემდეგ დიდ გამოცდილებას შეიძენენ და მე მგონი რომ ძალიან კარგია გოგოებისთვის ეს კონკურსი და ძალიან ბევრი მიმცემია მათთვის. ყველა კონკურსანტია ამას იფიქრებს მარიამ გარდა ამისა შენ სხვა საქმითაც ხარ დაკავებული ხო? დიახ, მე გახლავართ ელექტრონიკის მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომელი. გეგმავთ აქციებს, ძალიან მიამაყება ისეც რომ ანუ როგორც ინტელექტუალური გზით, ასევე ჩემი გარეგნული თვალსაზრისითაც შეუძლია რეალიზება. და კიდევ წინ გაქვს ყველაფერი ძალიან ბევრი საინტერესო და კარგი დარწმუნებული ვარ. დიახ, და ესე მივესალმები. მარიამი თან აი პლუს ყველაფერი ამას პარალელურად სწავლობს. დიახ, უბრალოდ ამ ყველაფერს ერთად.
რთული გრაფიკი გაქვს ალბათ. კი, რთული გრაფიკი მაქვს, თანაც არ შემიძლია ესეთი გრაფიკის გარეშე ყოფნა, მიჩვეულიო რომ ბავშვობიდან ესეთი ჩართული ვარ, ადრეც რაღაც სიმღერაც ეკლა, ეს ყველაფერი ბავშვობიდან მომზდევს და სხვაგვარად არც შემიძლია და მე ვფიქრობ რომ ესეთი აქტიური ცხოვრება დამეხმარება მომავალში წარმატების მისაღწევად და ჩვენს მონაწილეებსაც იგივე სურჩევ რომ აქტიურები იყვნენ, იმიტომ რომ წარმატება სახლში არავის არ დაუკაკუნებს. ნამდვილად იშრომეთ იმისთვის რომ იყოთ გამარჯვებულები, პოპულარულები. ბატონო კახა, არ შემიძლია რომ არ გკითხოთ თქვენს კონკურსთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს ფოტოგრაფთა ასოციაციაში, თავარი, რა ხდება, რა ეტაპზე არის? ალბათ ვინც საქმის კურსია ჩვენი მსმენელი მან იცის და ვინც არ იცის ახლა ვეთქვი რომ უკვე ფინალს უახლოვდება საერთაშორისო ფოტოკონკურსი ფოტომანი, რომელიც ასევე Facebook-ის სპეციალურ აპლიკაციაზე მიდის, 3 ტური ჩავატარეთ. მეოთხე ტური დაიწყება 2 დღეში, მეოთხე ტურში არის ძალიან დიდი ნებართვა. ეს არის ბოლო ტურია ნამდვილად. და იქ 6 ქვეყნის გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა, ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს და მინდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით საქართველოს პირველ ადგილზე არ არის. არ ვიცი ხო, მეოთხე ტურის შემდეგ როგორ გადანაწილდება იქ ძალები და რა მოხდება. ყველას მოუწოდებ ყოველთვის რომ იაქტიურონ. კი, რა თქმა უნდა, მეც მოუწოდებ ყველას რომ იაქტიურონ და მეოთხე ტურში ჩვენ რაღაც პატარა ისეთი სიურპრიზი გვაქვს ახლა კონკურსანტებისთვის, ჯერ ვერ გეტყვით მომზადებული. პატარა სიურპრიზი გვაქვს მომზადებული მათ შეფასების სისტემაში, იქ ხო ლაიქებით, მოწონებებით არ არის, ქულებით არის შეფასება და რატომღაც ზოგიერთს მაინც ეზარება შესვლა შეფასების მიცემა, რაღაც გვერდით დგომის ამბავი ცოტა მოიკოჭლებს როგორც ჩანს, მაგრამ აი ზუსტად ახლა მეოთხე ტურში ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების სისტემაში ისეთი ცვლილება, რომელიც იქ გამოიწვევს დიდ ძალიან დიდ ნებათა ღელვებს და მე ამ სიზარმაცეს რამენაირად გადაალახინებს ალბათ ხო? კი, იქნება ძალიან დიდი ნებათა და მოვიგონოთ რამე ესეთ. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ თვითონ იცით რაშია საქმე, თვითონ კონკურსი თვითონ თავისი დატვირთვით ფოტომანი, ეს არ არის ტრადიციული ფოტოკონკურსი, გააგზავნე სურათი, მე სამი თუ ერთი თუ ელოდები, სამი კაცი რაც არა. და იქ არის ყველანაირი მოულოდნელობა. შეიძლება უცებ რაღაცა შეიცვალოს, შეიძლება რაღაცა გაფუჭდეს, ოღონდ გაფუჭდეს სპეციალურად, თვითონ ხმას ვერ აძლევ, მაგრამ ეს სპეციალურად გაფუჭდა, ხო? ანუ ეს არის რეალური წინააღმდეგობების შექმნა, ეს არ არის მარტო ფოტოკონკურსი. ეს არის რეალური წინააღმდეგობების და მოცემულობების შექმნა და ამ მოცემულობებზე უკვე როგორი რეაგირება აქვს კონკურსანტებს. ზოგიერთი საერთოდ ტოვებს კონკურსს, უმტყუნა ნერვებმა ვერ მიხვდა რა ხდება მის თავს. უმტყუნა ნერვებმა და დატოვა კონკურსი. მაგრამ არიან ისეთები, რომლებმაც აიტანეს ყველაფერი, ასე ვთქვათ რა, გადაიტანეს საკუთარ თავზე. კი, და აგრძელებენ ამას და ყველანაირი დაბრკოლებისთვის. ახლა ზუსტად აი იმიტომაც გითხარით რა, რომ როდესაც არსებობს რაღაც მოცემულობა, აი მარიამმაც თქვა აწერა, მარიამ მინდა გითხრათ, რომ არის ჰიპერაქტიული ადამიანი. ჰიპერაქტიულია ყველაფერს ერთდროულად. არა, მართავს ვამბობ, ნამდვილად მართავს ვამბობ. ყველაფერი უნდა გადალახო. კი არ უნდა ეცადო, რომ რაღაც შეცვალო. ისეთი რამ არ უნდა, ისეთ რამეს ვერ შეცვლი, რაც შენ არ ხელგეწიფება, ხო? არის რაღაც მოცემულობა და როცა ამ მოცემულობას გიცვლიან და ეს მოცემულობა არის შენი მხრიდან შეუცვლელი, თავი კი არ უნდა დაანებო. რა უნდა ქნა მარიამ? უნდა გადალახო, უნდა მოიფიქრო ისეთი რამ, რომ ეს წინააღმდეგობა გადალახო და იყო მაინც წარმატებული. თორე ჩვენ რო დავაპიროთ ახლა რაღაც მოცემულობების შეცვლა, არ გამოვა, ხო? არის რაღაცა, რასაც ვცვლით და არის რაღაც, რასაც ვერ ვცვლით, ხო? რადგან ვერ ვცვლით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ დროს ყურები უნდა ჩამოყაროთ და არა, ყველა საქმეს ეხება ეს. სწორედ ამაშია მთელი კონკურსის, აი ამ კონკურსის მთელი შინაარსი არის სწორედ ის, რომ ჩვენ აღმოვაჩინოთ ადამიანები, რომლებიც არიან ნიჭიერები, ამბიციურები და რომლებსაც აქვთ ყველანაირი ფანტაზიის, მოხერხების უნარი. თან ფოტოგრაფები არიან, თან საკუთარ თავზე მუშაობა შეუძლიათ, არ ეშინიათ სიძნელეების და ყოველთვის ამას გადალახავენ. ეს არის ამ კონკურსის პრიორიტეტი. ახლა მეოთხე ტური გვექნება, თქვენ ნახავთ მეოთხე ტურში იქ რა ამბები დატრიალდება. დიდი მე წინასწარ გარანტიას გასცემთ, დიდი ორომტრიალი იქნება, როგორც ყოველთვის. და შემდეგ უკვე შევაჯამებთ შედეგებს და საერთაშორისო კონკურსია, მაინც ახლა 6 ქვეყანა მონაწილეობს, თავისი პრესტიჟულობით მცირე არ არის და მინდა კიდე აქვე რაღაცა სიახლე გითხრათ, ჯერ არ მითხრია არავისთან. ექსკლუზივი რადიო პოზიტივის ეთერში დრასთან და ნამდვილად არავისთან ჯერჯერობით არ მითქვია, ჩვენ მონაწილეობდით
მსოფლიო ფოტოგრაფიის თასში, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია მონაწილეობდა მსოფლიო ფოტოგრაფიის თასში. ამის საშუალება მოგცა სწორედ იმან, რომ გასული წლიდან საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია არის ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის წევრი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აი, ამის გამო მონაწილეობდით. ამის გამო მოვხდით ჩვენ მსოფლიო კონკურსში და მინდა გაგახაროთ, რომ ჩვენი გუნდი ყავდა, ქართველთა გუნდი ყავდა, ერთ-ერთი გამარჯვებული არის მედალოსანი და ამ დღეებში მიემართება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჯილდოებაზე, სადაც მას გადაეცემა მსოფლიო ფოტოგრაფიის თასი 2013-ის медали. ერთი კაცი საქართველოს. ეს არის ძალიან კარგი განაცხადი ქართველების საახალწლოდ. მეც ძალიან გამიხარდა და დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივი დასაწყისი და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება. მე ძალიან გამიხარდა მართლა, როგორც იქნა რაღაცით გამოვიჩინეთ თავი და გამოუჩნდით ფოტოგრაფიის თვალსაზრისით გულისხმობ და როგორც იქნა ჩვენ ფოტოგრაფიის თვალსაზრისით გამოჩენა არ გვაკლია, მინდა გითხრათ, რომ რაღაც საერთაშორისო ღონისძიებებში, მაგრამ ის რომ ქვეყნის სახელით მონაწილეობა. ანუ ესე არ არის, რომ ქვეყანა დაუშვან სადღაც მონაწილეობის. ამისთვის საჭიროა გარკვეული პროცედურები, გარკვეული სტატუსია საჭირო, გარკვეული ასოციაციის წევრობაა საჭირო, ორგანიზაციის წევრი უნდა იყოს თვითონ ასოციაცია. და ეს ყველაფერი გაკეთდა. და ამის შემდეგ უკვე ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა და არა მარტო მივიღეთ, იქ медалიც ავიღეთ. ეხლა მე მინდოდა მე თქვა პირდაპირ რა медали ავიღეთ. ოქრო ავიღეთ, ვერცხლი, მაგრამ სამწუხაროდ ორგანიზატორები არის ამერიკის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაცია და ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაცია. არ გვიმხელენ ამას. რომ არ დაიკარგოს ის ხალისი, რასაც ზუსტად დაჯილდოების ღონისძიებაზე აპირებენ და იქ მოკლედ მთელი ნებათა ელოა უნდა იყოს, ამას დღემდე ჩვენც არ გვიმხელენ და გვეუბნებიან, რომ არა, უბრალოდ ეს კაც медалოსანია და მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი, ქართველი ადამიანი არის უკვე медалოსანი, ეს ძალიან დიდ ნიშნავს ჩვენთვის. არა აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი ფორუმია, ხო, მსოფლიო დონის, ასე ვთქვათ, მასშტაბის კონკურსია მსოფლიო ფოტოგრაფიის თასი და აქ ჩვენი ქართველი გვასახელა, საქართველოს ასახელა და პირველ რიგში მე ამას მივესალმები, რომ ჩვენი ქვეყანა აი ასე წარმატებულად და ლამაზად და თანაბარ სწორად, ასე ვთქვათ, გამოჩნდა იმ წარმატებულებას, როგორც არის გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ჩემო ბატონო, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ. ეს სასიხარულო ინფორმაცია აი გაგიმხილეთ. აი, მშვენიერი ამბავია, მოკლედ და იმედი მაქვს, რომ ეს მაინც კიდევ ერთხელ მისცემს ქართულ გულშემატკივარს იმის სტიმულს, რომ კიდევ ერთხელ უფრო ახლოს დადგნენ იმ ადამიანებთან, ვისაც მხარდაჭერა ჭირდებათ. ამ შემთხვევაში ფოტომანს გულისხმობ მე მეოთხე ტურში უფრო მეტად იაქტიურონ, ვიდრე აქამდე აქტიურობდნენ. ზოგადად მე მგონია, რომ ყველა უნდა, როდესაც არის რაიმე ტიპის ესეთი ღონისძიება, სადაც ქვეყნის სახელით რაიმე გუნდი მონაწილეობს, დანარჩენებს, ვისაც ხელეწიფება ეს საქმე, რომ რაღაცით დახმარება, მცირე დახმარება. ახლა რა დახმარებაზეა ლაპარაკი? 10 წამიანი დახმარება, სულ 10 წამიანი საჭირო, რომ ჩვენ ქართველ გულშემატკივარს, ესე იგი, ეს ყოველი ჩვენგანი სახელია. არ მარტო ფოტოგრაფის, ეს არის ჩვენ. ბუნებრივია, თან ძალიან მარტივია რა, ახლა Facebook-ზე ფოტომანი აპლიკაცია იხსნება და 10 წამში ხმას აძლევს შერჩეულ რამდენიმე ქართველი, 1 და 2 არ არის, ამ წუთში არის 23 ქართველი. აძლევ ხმას და ანუ ამით ამოიწურება შენი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა. ხო, რა, მხარდაჭერა. 10 წამის სულიმისთვის რომ დადგეთ ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ჩვენი ქვეყნის გვერდით და გავუთქვათ ჩვენს ქვეყანას ბევრ სფეროში სახელი, რაც შეიძლება შორს. დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მოსვლისთვის. ხვალ დიდი ვნებათა ღელვა გველოდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მარიამ. ჩვენ არ გეუბნებთ, ჩვენ არ ვღელავთ. ჩვენ ვღელავთ, არა მარიამ. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენს. ძალიან ვღელავთ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ასე რომ ხვალ საღამოს 7 საათზე კონკურსანტებო, ფოტოგრაფებო, გელოდებით ჩარდენის 4 ნომერში მდებარე ჰუკა ლაუნჯში, სადაც გაიმართება ჩვენი კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი. კარგად, ლამაზად და პოზიტიურად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მარიამ, წარმატებები მოგლეთ. ჩემო ჰიპერაქტიულ სტუმარო. ეს გამაწითლეთ. კიდევ და კიდევ ერთხელ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ამ წელს. დავეთ დროებით. მეც უსურვებ ყველაფერს საუკეთესოს რადიო პოზიტივს და უსურვებ წარმატებულ წელს. გაიხარე. მეც ასევე ნება მომეცით წარმატება უსურვო რადიო პოზიტივს და იმედი ვიქონიო, რომ საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციასთან ერთად არაერთი კიდევ საინტერესო პროექტი განხორციელდება და ზოგადად ყველა ფოტომოყვარულსაც ფოტოგრაფია აინტერესებს, შეუძლია, რომ მოინახულოს ჩვენი ახალი პორტალი, ასე ვთქვათ. ეს არის www.photographers.g და გაეცნოს იმ პროექტებს,
რომელსაც ერთად ვატარებთ რადიო პოზიტივთან, ქართულ სხვა კომპანიებთან და უცხოურ ორგანიზაციებთან ერთად. თუ ეს მათთვის საინტერესოა, ისინი ძალიან ბევრ მათთვის კარგ პოზიტიურ ამბებს შეიტყობენ ჩვენი პორტალიდან. მადლობა. აქტიურად, მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და დროებით.